რა ხდება აქ რა ამბავია? ბიჭო, ჩემი ტახტი ვინ გადააყირავ? ან ამას აქ რა უნდა? ვეზირო! მოდი აქ დროზე. რა ხდება? გამაგებინე, რა ამბავია აქ? ვინ იყო? რა ხდება? რა ამბავია? ჩააგდეთ ეს აქ. რა ამბავია მეფეო, მტერი შემოგვესია, აგვაუხრეს უკვე. სად ხართ მეფეო, გამაგებინე. მტერი შემოგვესია? დილიდან ომში ვარ მეფეო, აღარ შევის. აუ, გათიშულს მეძინა ბიჭო. გავი გუში, მსვი ხურივით. просто რამდენი დავლიეცი? აი ხა თან ხო იცი, აი ჩავწექით ღვინოში გავითი შემარ. ხო არა. მტერი ვერ იბრძოლე, შეგაიკაცო. შეგეკრიბა ბიჭო ჯარი და ეკვეთე მტერი რა პრობლემაა? აუ. რანაირად ვიბრძოლო მეფეო, მთავარსარდალი არ მყავს. ჯარი დადის, აი იქით აქეთ ვერ გებულობე სად რანაირად უნდა განლაგდე რა. რანაირად უნდა ვიბრძოლო მეფეო. ჯარი არ ყავს. დაბნეული დადის ჯარი მეფეო, მთავარსარდალის გარეშე. რანაირად ვიბრძოლო, დავრივარ იქით აქ. მე რა გამიწეთ ბიჭო საქმე რა გინდა თქვენ ბოლო-ბოლო მთავარსარდა რომელი სტრატეგი მე ვნახე და ალექსანდრე მაკედონელი რა გინდა რო არ ვიცი ეს ბრძოლა იმიტომ ვზივარ და იმიტომ ვარ აგერ ჩემთვის თორე რო ვიცოდე ბრძოლა ვიქნებოდი ინდუეთიდან იქამდე საბერძნეთამდე გადაჭემული მაგრამ რო არ ვიცი ვარ იგუეთთან ბოლნისამდე რა გამიწეთ მართლა საქმე თქვენ ვინ არის ეს სტრატეგი ან მთავარსარდალი არ აქვს და დილიდან აღარ შემიძლია. ჯერ ჩემ სამეფო ტანსაცმელს ვერ პაულობ, კიდე შეხედე პიჟამოით დავდივარ. სად არის ჩემი გვირგვინი, სად არის ჩემი მანტია, სად არის? წაიღეს ყველაფერი მეფეო, სულთან საცვია. თქვენი მანტია და ყველაფერი. სულთან საცვია? ხო, აბარა. ეგ ტყიური, ეგ რა ბანძია, ეთქვა ისე მივცენ. რა თქმა უნდა, ქვეყნის აოხრება მაგას. ფორმად ვერ გავატანდი თუ რა? დილიდან აღარ ვარგივარ. მაგარ დამაწყდა ხელები ამ ხმლების ქნებით. აუ ეს ვაშლი კიდე კარ ვარ წაიგებს მაგარია. ხო არა. ბიჭო, ის ყველაფერი თუ აოხრეს. მე რატო დამტოვე ცოცხალი? დედა გადამრევს ეს მეფე. რანაირად მეფეო და შემოვარდნენ თქვენ ოთახში და იმ ხელაზე ხროტინობდით რომ ამასო ყელი აქ ამოჭრილო იფიქრეს და დააგტოვეს და წამოვიდნენ მეფეო. აი, სარგადამარჩინა, ჩემა ღრმაძილმა. აი, შენ გენაცვალე მეფე. კიდე კაი ეგეც რო ვიცი. მომისმინე. ხალხო მზარეული ხო ცოცხალი? კი, მზარეული. მადლობა შენ შემოგვი. მზარეული! მოდი, დიახ მეფეო. შენ ხარ ბიჭო? შენ ხარ თემი სამეფოს ფასი. თქვენც საგართვეს ხო ისა ტანსაცმელი? რა არის ბიჭო, რა გაცვია? რა გავაკეთო მეფეო, ეხა თქვენც წაიღეს, ყველაფერი წაიღეს, შევედი სამზარეულოში და დამხვდა ეს არაფერი არ იყო, ეს კიდე კაი არ წაუვიეთ, ალბათ ასე. მისი რამაცვია, არ ვიცი. მომისმინე, კაი, მომისმინე. ახალხია. შენ გადი სამზარეულოში დროზე რამე საჭველი მომიზა, თორემ შიერკურზე ვერ ბრძოლობ, ხო იცი რა არ შემო. ო, რა ამბობ მეფეო, თქვენ რომ მაძღარი ხართ, მაშინ ხმარს ვერ გაგდებინებთ კაცი ხელიდან. ალექსანდრე მაკედონელი ხართ, რა ამბობ. შენ ადი ამბობენ თეთრ პერიკია მე მოგაწვით ეს უსინდის ამა ძალიან შემაჩვენა მათხოვარი აბა უი შენ ამა კაი ბრძოლა არის წოდეს მართლა მკვდარი მეყოლებდე 4 ჯერ მოვაწრით თავს მომისმინო არ გობს კაი ამბავი რა ხდება ბიჭო წაღებულია ყველაფერი საერთოდ გაზიდეს ბოსტნეულიდან და ცომეულიდან ყველაფერი წაღებულია მეფე ეხლა რა გინდა რომ მითხრე საჭმელი აღარ არის ბიჭო სამეფოში და ვერაფერს ვერ მომიზადებ ამ ბრძოლისში შენ ვაშს ხოჭამს მეფეო და ვაშლი რა საჭმელია ბიჭო არ გამაგიჟო რა ვაშს ხოჭამს ხორცი არაფერი აღარ არის ბიჭო არაფერი არ არის ციცით მეფეო ჩვენ იმ ხელა ხორცის მარაგი გქონდა წესით მაგდენი ვერ უნდა წაიღოთ ტყვია ვერ რას წაიღებდი ურმები კი გაქონდათ მაგრამ ჩვენ ხო ბევრად მეტი გქონდა ამიტომ რაღაცას მოგიზიებდით არ არის პრობლემა იმიტომ რომ შენ გახარება ზარეულო კაი ხორცის წვნიანი რამე გამიკეთებ ბრძოლისში რა აუ მიდი შემოთანთალა რაღაცას მოგენაცვალე აბარა შენ ხარ ბიჭო სამეფოში საუკეთესო ადამიანი აუ შემოვარდა ეს ის აღარ შემიძლია მეფეო აცა ფუფ შეხედე რა თქვი ბევრი დრო აღარ დაგვრჩა მეფეო უკევსიო ბევრი დრო აღარ დაგვრჩა მიდი მაშ გუშტელი ჩაკაფული შემოიტანეთ რა გუში რო იყო ჩაკაფული თუ ხმალი მეფეო თუ გუში ბიჭო ისე ჩაკაფული იყო ყნესო და ხალხი იმის დატოვება იქნება მართლა რომ შემოვიდეს ვიღაც მიდი მაგრამ ზარეულმა ყველაფერი წაიღეს იმ ჩაკაფულს ვინ გააჩერებ რამდენი არის 100,000 იქნებიან მეფეო 100,000? ო შევკრიბა ქუძე კაცი თუ რა ვქნა მეფეო მიბძანეთ და რამდენი შეკრება შეგიძლია 400 მაქსიმუმ 500 ბიჭო ქორწილში მყავდა 2000 კაცი და ომში 400 და 500 კაცი რატომ მოდის მარტო რა ვიცი მეფეო ზოგმა არცალია ზოგმა რა ვიცი ასა კაი არ მინდა არ უთხრა არაფერი არ უთხრა მაგათ ისე ბრძოლის საჭმელს მომთხოვენ და კიდე მაგათ ხარჯი და სადამაკ მაგათ აღარ ვარგივარ დედოფალო აუ რა ხდება რა ხარუხუნია რა სჭამ ფუი მე ჭამ კი არა გოგო აგვაოხრა მტერმა მტერი შემოგვესია რა დროს ჭამა არის აი ო აბა თუ დაგვნებდი თუ არა დაგხოცავთ უყოლასო დაგვნებდი თუ რა დაგხოცავთ მე დავნებდეთ მეც მაგას ვფიქრობ არა ეს ვეზირი და რა დავნებდეთ ხალხო აკლავენ თავს არის კაც სამშობლო არის კაფე გრამებს სისხლით ყველაფერი აი მე ჩამ აღარ მივარგა ხელი ხბერტ ეხა გადამირჩინე ჩემი სამეფო და ბევრს აღარ შეჭამ საერთოდ დიეტაზე დავჯდები
გადამრევს ეს მეფე. ან იყოს ახალ სამეფოს ავაშენებს მე რაღაცას მოვახერხე. ახლავა დაყარეთ იარაღი. ვაიმე. ეს ვიღარი ბიჭო. ვინ იქნება მტერია მეფეო, გეუბნები, აგვაოხრეს თქო და. დაყარეთ იარაღი. ამის დედას მინდა აგერ არის ძმაო, აჰა. აი შენ გენაცვალე. შენი გულისთვის თავს წირავთ ხალხი და შენ პირველივე დაძახეს და დანებდი ეგრევე ხო? ვინ რაზეა? ხა, კაი, ავიღებ რა, მეც არ ვეკვეთო, ეხა პირდაპირ მტეს, ხო? რა, რა მნიშვნელობა თხოვა ადამიანმა დაყარეო და დავყარე ეხა მეც იმას ხوار დაუწყებდი იქ. არა. მართალი. რასაც მეომრები იძახოდნენ თქვენზე არ უჯერებდი და მართალი ყოფილა რა. რას იძახდნენ? არაფერი რაც ხართ იმას მეფეო რა. რა ვარ? კაი, დანებეთ. ეს ეკვეთე მან, თორე წაგაგდებიებ. ამას უყურე გოგო, აი. შენ თავს ვიცავ, ცოტა მეშინია, იცი? აბა გოგო დავჭით მშიერი. აი, რა მშიერი, ბიჭო, ჭამაზე ფიქრობ კიდე? მშიერი კი არა, ეხლა ტყვეთ რო წაგვიყვანო ქალებიდან. იცი რას გვიზამენ იქ? გოგო, რაც არ უნდა გიქნან, საჭმელს გაჭმევენ, იმიტომ რომ მშიერი ქალი არავის არ უნდა და აგინათ მე. საჭმელი გაქვს, ყველაფერი გაქვს. ვაიმე, შეხედე ისე მოვიდეს რაღაცა ეხა რო არ პრობა ხوار შემილე შეხედე ხა. არი რა ხდება? ცუდად ვარ მტერი ურიცხვიოს იოთა. სიო რა. კაი ბიჭო, კაი, ნუ აბუქებ ამ ყველაფერს, ურიცხვი არა ის, რა მტერი ჯერ 100.000 ტურისტი. მტერი არა ის. რა ტურისტი მეფეო, აგვაოხრეს, დაგვასხებავენ თავებს მეფეო. რა ტურისტი ნუ კაი ბიჭო, რა აგვაოხრეს, რა უნდა რაც აიღეს, ეხა ჩვენი საქმე და დახარჯავენ ისევ ჩვენთან. საცა იღებენ, ცოტა ბიჭო, რაღაცა პრაგმატულად იფიქრე, ცოტა. მართალია. ზოგჯერ ომი ბიჭო, რაღაცა სარგებელი მოაქვს ომს. აბა რო იცი, სად უნდა წაიღონ ჩვენ ისედაც გაჭრები. რა სარგებელი მეფეო, გავიქცეთ, თავს უშელოთ, რა სარგებელი მეფეო. ნუ გამომაშტერეთ, აღარ შემიძლია კაც დილი და ვომობ, ისედაც ჩემი გამჭირვებია. აჩედი ბიჭო, კაი. გავიქცეთ, ხალხო, გავიქცეთ. რას მეუბნები მეფეო, გამაგებინე, რაღაცა გავიქცეთ, თავი შევაფარე. მე ამ აოხრებულ ქვეყანას რა დაალაგე? ვიღალ. აბა. ადნა გავიქცე ბიჭო, მე ჯერ ეგეთი ჩემ სამეფოს კი არა, მზარეულს ვერ დატოვებ პირველ რიგში, იმიტომ რომ კაცი არის ბიჭო, როგორ შეიძლება იმის დატოვება სამეფოს? მე წავიდე კაცი დავტოვო, თან წმიას მოგიმზადებოდა, ეხა წასვლა იქნება, ცოტა ხანი დაველოდოთ, რა იცი. იქნება ნახა რა ვეკაი. მეფეო, სხვათა შორის მე ვიცი. აქედან როგორ გავიპაროთ? როგორ? გუიაბა. საიდუმლო გვირაბი რო გვაქვს, დინარესთან რო გადის, ხო იცით ეგ? რომელი გვირაბი? სამზარეულოს ქვემოდან რო გადის. ვე გამოვქოლე რამდენი ხანია კამპოტები დავალაგე. სად გავიქცე? სადუშველო თავს რა. რა ვქნა, აღარ ვიცი რა. მაშინ მეფეო, რავი, გავიქცეთ და დავტოვოთ აქაურობა. აბა რა ვქნა, მე უნდა წავიდე მეფეო, არ ვიცი. მე მგონი ჩემო დედოფალო მართლა უნდა ვეკვეთო მტერს. სხვა გზა აღარ არის. იმიტომ რომ აგერ კარდა მოგვადგა და ვაიმე, ჩემი მზარეული. აი მეფეო, მზარეულო. ვაიმე, დაჭრილია. აი მეფეო. ვაიმე, მისვე, ექიმი. სად არის დროზე ექიმი მოიყვანა, ბიჭო, მზარეული მიქნება. ვაიმე, არა. რაღაცა მაქვს სათქმელი. არა ბიჭო, შენთვის ლაპარაკი არ შეიძლება. დროზე ექიმი მომიყვანა, ბიჭო, მზარეული მიქნება. ვაიმე, არა, გეხვეწები მზარეულო. ყველაფერი კარგად იქნება. მეფეო. თქვი. ხირთმა. მზად არის. ჩიხი მომის ნილაკინი ხა ის არის არ მოხდეს სამზარეულო შევიპორო ცოტა იქენა ცოტა აი მარჯვნიდან იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45.